რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიასთან ვიყავი გადაცემაში სტუმრად და არ ვიცი აღარ მახსოვს მოვასწარი თუ არა ინგასთვის პასუხი გამეცა კითხვაზე, მაგრამ ასეთი კითხვა დამისვა, რომ აი როგორ ფიქრობ, რატომ მიდიან ესეთი ავტოკრატიული გზით? რა არის ამისი მიზანიო? რატომ აკეთებენ ამას? ეს ხომ სინამდვილეში საზიანოა სახელმწიფოსთვისაც და კონკრეტულად მათი პარტიისთვისაც და ნებისმიერი ადამიანი. რა ხსნა აქ ამას? აქ რთული სათქმელია, პირველ რიგში თვითონ ამათ უნდა ვკითხოთ, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება. ჩვენ ამომწურავ პასუხს ინგას ამ კითხვაზე ჩვენ ვერ გავცემთ. არ შეიძლება ჩვენ გქონდეს ამომწურავი პასუხი, რატომ იქცევა ეს ხელისუფლება ასე, რატო სჩადის ამ ქმედებებს, მაგრამ რაღაც ფაქტორების გამოყოფა შეიძლება. პირველი ფაქტორი სხვათა შორის არის სწორედ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, ახლა კუბახიძის თავრობას გულისხმობ, არავითარი ავტორიტეტი არ აქვს საზოგადოებაში. აი ეს ერთ-ერთი ფაქტორია. როდესაც მოდიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი ბიოგრაფია არ აქვს, მათ შორის ამას თავად კუბახიძეზე ვამბობ. რომელიც სოროსის ფონდში იყო, მანამდე საზღვარგარეთ სწავლობდა, მერე სოროსის ფონდში იყო, არანაირ პოლიტიკურ პროცესში არასდროს არ მონაწილეობდა, აბსოლუტურად არსად არ უღწვია და არ უბძვია, რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. და ესეთი აღმოჩნდა მთელი ერთი კაცი კი არა, ერთი კობახიძე კი არა, იქ ასეულობით. აი ამ შემთხვევაში ყველა სახელმწიფოში და ისტორიულადაც ხშირია, რომ იწყება რეპრესიები. ამ რეპრესიების შედეგად ხდება საზოგადოების დაშინება და დაშინების გზით ავტორიტეტის მოპოვება. ყოველ შემთხვევაში ასე გონიათ ამათ, რომ იპოვებენ ავტორიტეტს იმით, რომ აშინებენ საზოგადოებას. დააკვირდით, რომ ისტორიულად ესეთი პროცესია, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. მხოლოდ ეს არაა, მეორე ფაქტორი არის ის, რომ ამ ადამიანებს როგორც წესი არასოდეს არ აქვთ ცოდნა, მაგრამ ცდილობენ მთელ სოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ცოდნა აქვთ, ღრმა ცოდნა აქვთ, მაშინ როცა სულ ამას ლაპარაკობენ, რომ გვაქვს ცოდნა და ისევ რეპრესიების გზით ცდილობენ რაღაც ეკონომიკური შედეგების მიღწევას, რომ კვლავ ავტორიტეტი მოიპოვონ. მე რას მიაღწიეს? რომელი კობახიძის წამოწყება მაღაზიების ფასებიდან დაწყებული და იქ რკინიგზის რეფორმები დამთავრებული, რომელი წამოწყება აღმოჩნდა დადებითი და რომელმა წამოწყებამ გამოიღო შედეგი. ყველაფერი მასკარადია, მათ შორის ამხელა კომისია შექმნეს, რომ გაესამართლებინათ სააკაშვილის რეჟიმი და ბოლოს დაბეჭდეს წიგნი. აი წიგნი დაბეჭდეს. მართლაც საოცარ. ეს არის შედეგი. ყველაფერი მასკარადია. კარგად უთხრათ რა ეს, კარგად გავხსნათ. რა უნდა უთხრათ ახლა კომისიამ იმუშავა თვეები. ამ კომისიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, იქ მარტო მე მგონი სოზარ სუბარი იყო ერთადერთი, რომელსაც ყველაფერში არა, მაგრამ გარკვეულ პროცესებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ბევრ პროცესში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. დანარჩენები არც ერთ ადამიანს რეალურად საერთოდ არც ერთ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. იქ იყო თემები, სადაც საერთოდ საკვანძო როლი ითამაშა პატრიოტთა ალიანსმა, ობიექტივმა წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი. არც ერთი ადამიანი ამ ორგანიზაციებთან იქ არ მოსულა, თუმცა ამ თემებზე იყო ლაპარაკი. რა ილაპარაკეს, რა ჩვენ ყველამ ვიცოდით და რაზეც 10 წელი არა მარტო ვლაპარაკობ, წიგნებია დაწერილი, აი ეს გაიმეორეს და ბოლოს ახალი წიგნი დაბეჭდეს. მორჩა. ეს იყო მთელი ამ კომისიის მუშაობა. თავმჯდომარე პაპუაშვილი და გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ ამ კომისიის მუშაობასო მიეძღვნებაო ორი წიგნიო, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს ყოფილა მიღწევა. ვულოცავთ ჩვენ ამ ამბავს. კიდე ერთი წიგნი დაიწერება, ან ორი წიგნი დაიწერება. მასკარადია ჩვეულებრივი. და წეგან რომ ახსენეთ. მასკარადი იყო ქონების დაბრუნება, მასკარადი იყო კოჰაბიტაცია, რომელმაც საშინელი შედეგები მოიტანა, მასკარადია ფასების კომისია, მასკარადია ეკონომიკური რეფორმები, მასკარადია საუბარი, რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ვართ, ყველაზე ეკონომიკურად წინ მივდივართ. ამ ხელისუფლების ყველა ქმედება არის მასკარადი, რასაც კობახიძე აკეთებს და ეს არის მცდელობა, რომ ავტორიტეტი დაიმკვიდროს. დაშინებით და ესეთი მასკარადებით და რეალურად ეს არ გამოდის. ასევე რომ წესრიგი დაამყარონ, რა წესრიგი? რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ განამტკიცონ საკუთარი სკამები და განიმტკიცონ თავი ამ ხელისუფლებაში. აი ამიტომ აკეთებენ ამას. ეს კანონები დასმენებიდან დაწყებული და დამთავრებული ტროტუარზე დგომით მხოლოდ იმიტომ არის, რომ არ შეირყეს ბატონი კობახიძის ძალაუფლება.
იმიტომ რომ ეს ძალაუფლება ავტორიტეტით არა აქვს, ხალხში პატივისცემით კი არა აქვს. და ცოდნით კი არა აქვს მოპოვებული და რო არ შეირყეს, ამიტომ არის მთელი ეს კანონები და მთელი ეს ქმედებები. ამიტომაც იყო რომ სწორედ ეს ჯგუფი ყოველთვის მიზანმიმართულად, კულუარულად, აი მე რომ ვამბობ ხოლმე ხშირად ჩაჩურჩულებითო თუ საჯაროდ ებრძოდა ყველა იმ ადამიანს საკუთარი გუნდიდან, სხვა გუნდებიდან, ვიშიც ხედავდა ბიოგრაფიას, მებრძოლს, ავტორიტეტს, საკუთარი ბრძოლით შექმნილ ავტორიტეტს. ის კი არა რომ ვიღაცამ შეგიქნა. ჩვენთან ბრძოლის მთავარი ფაქტორი იყო და რჩება ბატონი კობახიძე არის ის, ვინც გვებრძვის დაუსრულებლად და ვერ დაოკდა და აი ამ ბრძოლის არსი სწორედ ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შრომით და ბრძოლით მოპოვებული ავტორიტეტი და ეს ზულს ბატონ კობახიძეს. ეს ზულს ხელიც გაუწოდეთ ბევრჯერ, არ მოისურვა, ეს ზულს მას.